განვაგრძობთ, როგორც დავაანონსეთ, ყველაზე აქტიური სამომხმარებლო ფასების თემით, მიმოხილვით საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე, საბოლოო დასკვნასა და მოლოდინებზე გავაკეთებთ ძირითად აქცენტებს და ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილია. სტუდიაში სტუმრად მოგესალმებით სოფიო და მადლობა მოსვლისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი თითქმის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც ალბათ კიდევ დიდი ხანი არ დაკარგავს აქტუალობას. თავიდანვე მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, დასკვნა, რომელიც საპარლამენტო კომისიამ მოამზადა, ეს არის უკვე პროცესის დასასრული, თუ ახალი პროცესების დასაწყისია. ანუ შედეგს მიიღებს მომხმარებელი ამ დასკვნით, თუ მოლოდინის რეჟიმში გადადის, რომ ახალი პროცესები დაიწყებს ამოქმედებას და ის თავის ჯიბეზე ამას მოგვიანებით იგრძნობს. ხელშესახებ შედეგს, რა თქმა უნდა, მალევე იგრძნობს მომხმარებელი უკვე ამ დღეებშივე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრია სამუშაო და სამუშაო პროცესები და კონსულტირება სახელმწიფო სტრუქტურებთან გრძელდება. ჩვენი ასოციაციაზე ჩვენი წევრებიც ერთხმად საკმაოდ დადებითად აფასებენ დასკვნას იმ კუთხით, რომ საკმაოდ სიღრმისეულად მოხდა სექტორის და არა მარტო თქვათ რითეილ სექტორის თლიანი ჯაჭვის შესწავლა ისე, როგორც ჯერ აქამდე საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ ვართ მართალია განებივრებული სხვადასხვა ძალიან კვალიფიციური კვლევებით, რომელსაც ატარებს TBC კაპიტალი, Galten Tagardi, თუმცა ეს თლიანი ჯაჭვის შეფასება მოხდა. რა აღმოჩნდა, ანუ აი ეს სისტემური ხარვეზები სად აღმოჩნდა, იმიტომ რომ რამდენიმე ნიუსი სანამ თქვენ სტუმრობას წარმოადგენდით, ეს თემებიც ეხებოდა ამ ფასებს, ითქვა, რომ თქვათ ჩარევას კი არ უჭერს მხარს ცალკეული ბრენდები ან ასოციაციები, ან ფასის კორექტირება კი არ არის მათი შეფასებით გამოსავალი, არამედ სისტემური გაუმჯობესება. სად არის ხარვეზები, რაც გაუმჯობესებას აჩვენებს? ჩვენ მრავალი წელი ვსაუბრობდით არაერთ ეთერში საჯაროდ თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ხას უსვავდით ზუსტად ამას არაეფექტურ მიწოდების ჯაჭვს. აუცილებელია იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახები შედეგები ვიგრძნოთ, ადგილობრივად განვითარდეს სასაწყობო მეურნეობები და ცენტრალიზირებულად მოხდეს პროდუქციის მიწოდება ქსელებში. და ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, დამოკლდეს ეს მიწოდების ჯაჭვი. განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მიმწოდებელი აქვს უფრო აი პროდუქციის მიწოდების როლი და არა ვთქვათ პროდუქციის გადაყიდვის და ასე შემდეგ, როგორც ამ წუთას საქართველოს მოდელზე გვაქვს. წარმოიდგინეთ დღის განმავლობაში თითოეულ ობიექტზე, მცირეზე გეუბნებით უბნის ტიპის მაღაზიაზე, დღის განმავლობაში 30-დან 35 მანქანამდე მიმწოდებელს იღებს ობიექტი. შესაბამისად, ეს განპირობებულია ხარჯი, თანამშრომლის ხელფასი, საწვავის ხარჯი, ამას კიდე აპელირებენ ძალიან ხშირად პარკინგის ჯარიმებზე და იზრდება ხარჯის გაზრდა ხდება ზუსტად ამის ხარჯზე. თუ კი მოხდება მიწოდება ცენტრალიზირებულად, თვითონ ქსელი მოამარაგებს უკვე მისთვის მოსახერხებელ დროს ერთიანად თავის მაღაზიაში, შესაბამისად ეს ხარჯი რა თქმა უნდა შემცირდება. თუმცა ამას საკმაოდ დიდი ინვესტიციები და დროც სჭირდება, რასაკვირველია, რომ ესეთი მაღალი სტანდარტების მქონე სასაწყობო მეურნეობები განვითარდეს საქართველოში. რამდენიმე ქსელმა უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა და იმედია უკვე სულ მალე 1-2 წელიწადში ვიხილავთ ესეთ განვითარებულ ცენტრებს. მაინც ეგ უფრო ალბათ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმებია. რაც შეეხება უფრო მოკლევადიან გეგმებზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ძალიან მალევე ამ დღეებში იგრძნობს მომხმარებელი თავის ჯიბეზე ამ ცვლილებებს. აი რა არის ის მოკლევადიანი გეგმები, მოკლევადაზე გათვლილი ნაბიჯები, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს უკვე ფასები დაწიოს, ასე რომ ვთქვათ, ხო? ასოციაციამაც თავის განცხადებაშიც აღნიშნა და უკვე ჩვენმა წევრებმაც ინდივიდუალურად გააკეთეს საჯარო განცხადებები, როგორც თქვენ ახსენეთ, მუშავდება თითოეული ქსელური მარკეტი ინდივიდუალურად ამუშავებს მის სეგმენტზე მორგებულ საოჯახო კალათებს კონკრეტულ პროდუქციაზე, რომელზეც იქნება სისტემატიური ფასდაკლებები. უკვე როგორ დაარეგულირებენ ქსელები ინდივიდუალურად, ამას სულ მალე გავიგებთ, იმიტომ რომ საკმაოდ მცირე დრო იყო, დასკვნა პარასკევს დაიდო, დაემთხვა შაბათი-კვირა და სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში განვაახლებთ ინფორმაციას და მივაწვდით მომხმარებელს, მაგრამ რეალობა ამ წუთას ესეთია, რომ ყველა ქსელი ინდივიდუალურად ამუშავებს თავის საოჯახო კალათს,
ზოგ შემთხვევაში თავად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ მისთვის აქტუალური პროდუქცია არჩიოს, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ქსელი შესთავაზებს და ამ პროდუქციაზე იქნება შეთავაზებული ყველაზე მისაღები ფასი მომხმარებლისთვის. აქციო ფასი იქნება ეს ერთჯერადად კვირაში ერთხელ იქნება. არა, მუდმივი რეგულარული ფასი იქნება, რომელიც გაგრძელდება. ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა პროდუქტები პერიოდულად ჩანაცვდეს, მოთხოვნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა რიტეილერი დააკვირდება ამ პროცესს და იქიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალურ პროდუქტს შესთავაზებს თავის მომხმარებელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ მასიურ ფასდაკლებებს ყველანაირ პროდუქციაზე. ეს იქნება კონკრეტულად სოციალური პროდუქტი განსაზღვრული, კონკრეტული კალათი, რამდენიმე დასახელების პროდუქციაზე არის საუბარი. ალბათ მაქსიმუმ 5-ზე. 3-ზე. გააჩნია ვინ რომელი ქსელი როგორ მოახერხებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ან ცნობილია თუ არა ის მაგალითად რამდენით იქნება ეს ფასდაკლება გაკეთებული, ანუ რა შეთავაზება იქნება მომხმარებლებისთვის გაკეთებული, რომ მეტნაკლებად მაინც გათვალოს ახლა მაყურებელმა, ვინც გვიყურებს, რომ რამდენით შეუმსუბუქდება მას, ვთქვათ, ყოველდღიური თუ არა ყოველკვირეული ხარჯი. ჯერჯერობით ეს საკითხი დამუშავების პროცესშია, თუმცა მინდა დავარწმუნო ჩვენი მომხმარებელი, რომ ნამდვილად მათთვის შეღავათიან ფასებს და მისაღებ ფასებს იხილავენ ამ კონკრეტულ პროდუქციაზე. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ წნეხს მხოლოდ რიტეილი ვერ აიღებს თავის თავზე. ეს არის მთლიანი მიწოდების ჯაჭვი და აუცილებელია ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც იმპორტიორებმა, ასევე ადგილობრივმა მწარმოებლებმაც და გადავინაწილოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მხოლოდ რიტეილი ვერ შეძლებს ამ დატვირთვის თავის თავზე აღებას. დიახ, რა თქმა უნდა, ამ თემას დავუბრუნდები, რომ ამოვწუროთ ის ფასდაკლებების საკითხი. რიტეილის მხრიდან ეს რა ნაბიჯი არის, ვთქვათ, საკუთარი მოგებიდან იკლებს თუ ამ ფასდაკლებებს გადაანაწილებს სხვა პროდუქტების ფასების ზრდაზე, რომ დაიბალანსოს, ვთქვათ, ეს დანაკარგი, ასე ვთქვათ. რიტეილი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და შეძლებს ის დაგვარად, მე არ ვიცი, ინდივიდუალურად უკვე ვის როგორი ბიზნეს მოდელი აქვს სხვადასხვა ქსელებსთან, არ მინდა ისე გამოვიდეს ჩვენი ასოციაცია მხოლოდ 11 ქსელს აერთიანებს და იმის მიღმა არიან კიდე დისკაუნტერის ფორმატის ქსელები, რომლებიც ჩვენი წევრები არ არიან და ვინ როგორ გადაანაწილებს თავის ბიზნეს მოდელებს, მე დღეს გამიჭირდება ამაზე საუბარი. დიახ, სოფიო, ასევე მინდა გკითხოთ, ახლა თქვენ რა თემაც ახსენეთ, რომ მხოლოდ ერთ რგოლზე არ მოხდეს ამ ტვირთის გადატანა. იყო თუ არა ამაზე კომუნიკაცია უკვე მას შემდეგ, რაც კომისიის დასკვნა დაიდო, ან კომისიის დასკვნის შემუშავებამდე, მანამდე განხილვების პროცესში. აი, მიმდინარეობს. საუბარი არის თუ არა სხვა დღეს ჩანიშნულია მთელი რიგი შეხვედრები, სამუშაო შეხვედრები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც აღვნიშნე, დრო ცოტა იყო, პარასკევს დღის მეორე ნახევარში გახდა საჯაროდ ცნობილი დასკვნის შედეგები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რა თქმა უნდა, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი და პროდუქციაზე ფასდაკლებები უკვე ვიხილოთ. შესაძლოა იმ ქსელებმა, რომლებმაც საჯარო განცხადებები გააკეთეს, უკვე დღეს შესთავაზეს გარკვეული ფასდაკლებები თავის მომხმარებელს. დღეს ხვდებით სხვა რგოლის წარმომადგენლებს, ანუ არ არის რიტეილი ხვდება, თქვა დისტრიბუცია. დიახ, ინდივიდუალურად თავის მომწოდებლებთან აქვთ უკვე მოლაპარაკებები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომწოდებლები საკმაოდ ბევრი არიან, ამას რაღაცა გარკვეული დროც დასჭირდება, რა თქმა უნდა. ასევე მინდა გკითხოთ, სანამ დაგემშვიდობებით უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხრის შესახებ კანონზე, რომელიც კანონის მიღების აუცილებლობაზე, რომელიც ისევ დადგა დღის წესრიგში, იყო მუდმივად ამ თემაზე საუბრები, მაგრამ დარჩა საუბრებად. ეხლა თქვენი რიტეილის, თქვენი ასოციაციის პოზიცია როგორია, უნდა იყოს თუ არა ესეთი კანონი, არსებობდეს თუ არა და რა ფორმით უნდა არსებობდეს, რომ რეალურად წვლილი შეიტანოს სწორედ იმ პრობლემის აღმოფხვრაში, რასაც ქვია ფასების შემცირება თუ ზრდა. ესეც ძალიან საინტერესოა, ფასები აღარ გაიზრდება თუ უბრალოდ გაიაფდება. საერთოდ ამ წუთას ისეთი რეალობა გვაქვს, რომ აღნიშნულ ნიშნულზეც რო შევინარჩუნოთ ფასები, ძალიან კარგი შედეგი იქნება, იმიტომ რომ დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით, გვაქვს თქვათ საწვავის ღირებულების ზრდა, კომუნალურების და ასე შემდეგ. კარგი ამოცანა გვეუბნება, რომ მოკლედ ფასები იქნებ შევინარჩუნოთ ამ ნიშნულზე და საკმაოდ დიდი
გამოწვევაა, თუმცა მაქსიმალურად ეცდება რიტეილი და მისი და მთლიანი მიწოდების ჯაჭვი დარწმუნებული ვარ, რომ ჩართული იქნება ამაში, რომ პროდუქტი მაქსიმალურად მისაწვდომ ფასებად შევთავაზოთ პროდუქტს. რაც შეეხება უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე წლის წინაც, როდესაც დაიძრა ეს საკითხი, მაშინაც და ეხლაც იგივე პოზიციაზე ვართ, რომ ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ დგას საქართველოში, მით უმეტეს, რომ დირექტივა, რომელსაც ეფუძნება ეს კანონპროექტი, მოიაზრებს ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას და ის პროექტი, რომელიც ჩვენ ქონდა, არ ვიცი, შეიძლება დამუშავდეს ისევ და ვორდინგი შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე მაინც უფრო დისტრიბუტორებზე და იმპორტიორებზე იყო მორგებული და მათ გაძლიერებას ემსახურებოდა. ჩვენ თუ გვინდა და აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება, შესაბამისად რეგულაციებიც მათ გასაძლიერებლად უნდა მოვარგოთ. თუმცა საერთოდ ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობას, მათ შორის დასკვნაშიც არის გათვალისწინებული ფრანგული მოდელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევას არ ითვალისწინებს და სწორედ აი ამ კანონპროექტით თვლით, რომ უხეში ჩარევა იქნება ორ ბიზნეს სუბიექტ შორის ურთიერთობის რეგულირებაში. ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ორ ბიზნეს სუბიექტ შორის და არ უნდა ხდებოდეს კონკრეტული კანონებით. და ერთი კითხვა სანამ დაგემშვიდობებით, რადგან ადგილობრივი წარმოება ახსენეთ, იყო გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ფასებზე დაიწყო და ფასწარმოქმნაზე საუბარი, იმაზეც მსჯელობა, რომ ქსელებში შეტანა, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის იყო ცოტა რთული მოხვედრა. არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოებისთვის, იყო გარკვეული თანხა გადასახდელი. ამ თემის, ამ მოდელის გადახედვაც ხომ არ იგეგმება, ან მარჟების შემცირება იყო გარკვეულად ეს ერთ-ერთი პრობლემად დასახელებული. დასკვნაში პირიქით არის ისეთი ჩანაწერი, რომ მარჟები საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისია. შესაბამისად ეს ასე ვთქვათ ზეპირსიტყვიერი მიმოხილვები უკვე ფაქტებით არის დადასტურებული და გაქარწყლებული, რომ მარჟები არ არის მაღალი და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებლებს, მე პირადად მიწევს ხოლმე მათთან ურთიერთობა და ვთქვათ ვეხმარები ხოლმე მცირე მეწარმეებს ქსელებში წევაში უნდა აღინიშნოს, რომ თქვა 20-მდე ქსელური მარკეტი რო გვაქვს საქართველოში, გაცილებით უფრო მეტი და დისტრიბუტორი, იმპორტიორი და მწარმოებელი ყავს. ანუ ძალიან მძაფრი არის კონკურენცია მათ შორისაც. და ის რომ რაღაცა განსხვავებულიც არის მარკეტინგული გადასახადები რო არსებობს ქსელებში, ესეც საერთაშორისო პრაქტიკა არის. კი, მაღაზიის ფართი არ არის უსაზღვრო, კონკრეტულ კვადრატულობას მოიცავს და არის იგივე ეს დახლები კონკრეტული რაოდენობის და რაღაცით უნდა გადაწყდეს, რომელი პროდუქტი აღმოჩნდება ამ დახლებზე. თუმცა ადგილობრივ მეწარმეებს მცირეებს გულისხმობ, ნამდვილად აქვს შეღავათიანი პირობები, ხშირ შემთხვევაში საერთოდ გადასახადების გარეშეც კი ახერხებენ თავიანთი პროდუქტის შეტანას და ამაში ასოციაციაც ეხმარება. ძალიან დიდი მადლობა სოფიო, საინტერესო მიმოხილვისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი.